ნიკა მელია ჩვენს ეთერში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. ნიკა, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. ხო, კარგად უნდა იყოს ძალიან 88-ის ჯინაზე. მაგრამ ეს 88 გუშინ საკმაოდ მრავალრიცხოვნად გამოიყურებოდა. რა შეფასებას მისცემდი იმას, რაც გუშინ ნახეთ? იცით, პრაქტიკული მაგალითი რომ მოგიყვანოთ და უბრალოდ რაღაც იწილო-ბიწილოში რა გადამოვიდეს საუბარი. ბევრჯერ ითქვა და მეც გავიმეორებ 2012 წელს დინამო სტადიონზე და მეც იქ ვიყავი დინამო სტადიონზე, როდესაც 70,000 მოქალაქე მიიღო მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის ეგიდით გამართულ აქციაზე და ვიჯექი სადღაც მეორე იარუსზე. თქვენც მობილიზებული საჯარო მოხელე იყავით? არა, მაშინ გააზრებული მხარდაჭერე ვიყავი, მაგრამ ნუ ახლა გიყვებით. არც ერთი გამოსვლის ყურადღებაც კი არ მიიპყრო დიდმა ნაწილმა იქ დამსწრე საზოგადოებისა. ანუ აღარ აინტერესებდა, იქ იყვნენ წაგებული ძალის შეკრებაზე მოუწია 70,000 ადამიანს დასწრება და გეუბნებით, ახლა არავინ არ ისმენდა. მე ახლა კი არა, მაშინაც კი არ მახსოვდა არც ერთი გამოსვლის, ასე ვთქვათ, სიტყვა. და ასეთი იყო 1000-ობით ადამიანი. გუშინ მოხდა იგივე, ხალხო. ეს გასაოცარი არის, იმიტომ რომ სხვისი შეცდომებით რო ვერ სწავლობ და ხელისუფლებაში დარჩენის პრეტენზია გააქვს, უცნაურია რბილად რომ ვთქვათ. გუშინდელი აქცია ემსახურებოდა უბრალოდ გამხნევებას საკუთარი თავის, საკუთარი აქტივისტების. იქ იყო ჩემის ღრმარწმენით დაახლოებით მხოლოდ 60% მაქსიმუმ გააზრებული, გაცნობიერებული ქართული ოცნების მხარდაჭერი. დანარჩენი, აგერ მე და აგერ თქვენ, ხმას ქართულ ოცნებას არ მიცემს და მეტიც, რა თქმა უნდა, სწავლენ არჩევნებზე და მიცემენ ოპოზიციურ გაერთიანებას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს. იმიტომ რომ ემპირიული გამოცდილება არსებობს ამისი, ემპირიული მონაცემები მაქვს, პირადად ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც გუშინ იყო იქ. გუშინ იყო იქ და ზოგი მივიდა 2 წუთით, ზოგი მივიდა 5 წუთით. რატომ მივიდნენ? იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი რას ცდილობს, აი თუნდაც აი ამ ბრალის წაყენებით, აი რასაც ახლა გიგაბოკერიას უპირებენ და დაუბრუნდები იმ კითხვას, რასაც თქვენ მისმევთ. ბიზინა ივანიშვილი აი ამ დაკავებებით და ბრალის წაყენებით და სასამართლოში ჩვენი ტარებით ცდილობს ამაზე მერე პროპაგანდა, ანუ სამთავრობო პროპაგანდა ააწყოს და მოახერხოს ყოველდღიურად უწყვეტად ადამიანების ცნობიერებაში შედინება. აი ამ პროპაგანდისა, სადაც ფიქრობს, რომ დანერგავს ირაციონალურ შიშებს, რითიც უბრალოდ აიძულებს ადამიანებს ეძებონ თავშესაფარი ძლიერი კალთის ქვეშ, ის იძულებით. და გუშინ აი ამის დემონსტრირება იყო, იცით? იმიტომ რომ ის 40%, რომელსაც იქ ყოფნა არ უნდოდა, მაგრამ მივიდა როგორი კატეგორია, ხო, ვისაც უბრალოდ მოუწია იქ ყოფნა, ეხლა დასუფთა მეზოვეები იყვნენ, ხო? დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ, უფასო უმწეოთა სასაფლაოში ბენეფიციარები იყვნენ, ისაჯარო მოხელეები იყვნენ, ვინც აუტკივარი თავი გუშინ არ აიტკივა, მაგრამ აუცილებლად აიტკივებს და მერე აატკივებს ბიზინა ივანიშვილს ძალიან მალე. იყო კატეგორია, ვისაც როგორც ვთქვი, უბრალოდ მოუწია და ვისაც აწყობს რომ იქ იყოს და ესეთი კატეგორია ყოველთვის არის ხელისუფლებისკენ. ანუ აი მაწყობს რომ იყოს ნაციონალური მოძრაობა, მაწყობს რომ ხო და ამათ ტრადიციულად ეძახიან ასეთ კატეგორიას მედროვეებს, ხო? გარაჟი რო არის ფილმი, თუ იქიდან ციტატას მოვიყვანთ, потому что мы из большинства, როგორც ასეთი ხალხი ამბობს, დაახლოებით ესეთი ხალხი უნდა ყოველთვის იყოს უმრავლესობის მხარეს. იქ ამაზე ნათელი მაგალითი რა, ეხლა რა გვინდა ყურის ძირში გვაქვს 2012 წლის სექტემბრის აქცია დინამო სტადიონზე. ხო არ გონიათო დაახლოებით 60,000 ადამიანი იჯდა სკამებზე და მინდვრის საფარზე, მოედნის საფარზე იჯდა 20,000-მდე ადამიანი, ხო თუ 11,000. ხო? და იცლებოდა მიშა სააკაშვილი რომ სიტყვით გამოდიოდა ხალხი ტოვებდა უკვე ტრიბუნებს და არა მხოლოდ მიშა, იმიტომ რომ აღარ წაგებული იყო ის შეკრება გაკეთა რისთვის რომ აქტივი გამხნევებული იყო და არჩევნების დღეს მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე რომ კომისიის წევრობაზე უარი არ ეთქვათ. იგივეს აკეთებს ახლა ბიზინა ივანიშვილი, თორე ამის კეთება ხელისუფლებას რომ უწევს და პლუს კიდევ არ შემიძლია აკეთოს ზუგდიდში, მხოლოდ ზუგდიდში 30,000 კაციანი აქცია ჩაატარა
ნაციონალურ მოძრაობამ ციხის კადრების შემდეგ და კახეთში 35 და ვერც თვეზე დაფრინავდა მიშა. მაგრამ ამან უშველა პირიქით მე როგორც არასოდეს ვგრძნობ, რომ გუშინდელმა აქციამ დამუხტა ქართული ოცნების ხარდაჭერები კი არა ვინ შემორჩა მოწინააღმდეგეები, იმიტომ რა დავინახეთ გუში რა დავინახე დავინახე ენერგია დაცლილი შეშინებული და რაღაცა ჩაფიქრებული უემოციო ნიკა ეს რაც დაინახეთ ეხლა რაც მოისმინეთ ივანიშვილის ტექსტი თუ მოისმინეთ ხანგრძლივი და უშინაარსო ია სანამ ამას ვიტყვი ორი სიტყვით მე შევეხები ქალბატონ სამეზურაობაშვილს ნუ დაახლოებით მსგავსი ტექსტები იყო და ორივეს შეფასებას მოგთხოვთ ამიტომ ერთად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი რო არ გამოვაჩინა ეს დიდებით სავსე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი რომლის თავარ ასე თქვათ უპირატესობად მიიჩნევდა მათი აზრით ევროპული ფასეულობები. სად იყო გუშინ ევროპის დღეს არ აღნიშნავდნენ? რატო არ გამოიყვანეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი? ეს არ იყო ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება გუშინ. გასაგებია, მაგრამ აქ ჩანს ადამიანი ბიზინა ივანიშვილმა ხა პრაქტიკულად გუშინ გედის იმღერა. იგი გრძნობს ნიკა შენზე და ჩემზე კარგადაც გრძნობს რომ არის გამოუვალ ჩიხში და ამ ჩიხს იგი ვეღარ გაანგრევს ვერ გაანგრევს უბრალოდ ხო ნახოთ თუ გრძნობს იმიტომ რომ მიმდინარეობს პროცესი რომელიც მისცემს ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას ეს დიცულოვნად დაუტოვა მას ქართულმა ხალხმა და სხვა შორის ქართულმა ოპოზიციამ რომელიც როგორც არასდროს ისე საინტერესოდ ჩემი აზრით და სიმპათიურად გამოიყურება ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნიკა ძალიან დიდი მადლობა. ერთადერთი როგორ შეიძლება რომ ეს პროცესი გადაწყდეს იმ რაუნდებს გულისხმობ რომელზეც არის საუბარი და თუ ეს გადაწყვეტა ვერ მოხდება რა გეგმები აქვს? მე გეტყვით მარტო პოლიტიკური სფერო პრაქტიკულად როგორც ასეთი კლასიკური გაგებით აღარ არსებობს ამ ქვეყანაში ამ მაფიოზი ოლიგარქის პირობებში. არსებობს თავდადებისა და პირადი მაგალითებისა და აბსოლუტურად არ ვიცით პირადი თავგანწირვის სფერო. დიახაც ყველა ის ოპოზიციონერი ვინც არ არის აქვს პრეტენზია იყოს ქართულ პოლიტიკაში ახლა ბიზინა ივანიშვილის პირობებში და არ არის მზად თავდადებისთვის და თავგანწირვისთვის აღმოჩნდება აუცილებლად ასევე პოლიტიკურ ჩიხში. დიახაც არ არის ისე როგორც ჩვენ გვინდა, ამიტომ უნდა ვიყოთ ზე აქტიურები და პირადი მაგალითებით ვაჩვენოთ ყველა იმ ადამიანს, რომ აი ეს ირაციონალური შიში, რომელიც ითესება ბიზინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებაში გადაწყდეს და ვინ უნდა გადატეხოს თუ არა პოლიტიკურმა ლიდერებმა და მე ვხედავ ამ ზაობას და ვხედავ ამ შემართებას ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერში და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერებში, სამოქალაქო აქტივისტებში. ბიზინა ივანიშვილი როგორც წარსული ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს მომავალზე. დღეს არის არა აწყოსა და მომავალ შორის პაექრობა, არამედ წარსულსა, რომელსაც განასახიერებს ბიზინა ივანიშვილი თავის საბჭოთა რაღაცა ტრადიციებით და მომავალ შორის და ხა როდის იყო წარსულს გამარჯვება მოუპოვებია მომავალზე. ბოკერია რატომ გაახსენდა გუშინ პრაქტიკულად, ნუ ამ დღეებში, მოდი ვთქვათ, ბოლო დღეების განმავლობაში და რას იწინასწარმეტყველებდით თქვენ გაქვთ თქვენი პირადი გამოცდილება ისევე როგორც მე მაქვს და ჩვენ გვაქვს უფლება რომ რაღაცა რაციონალური წინასწარმეტყველებები დავდოთ. კი ბატონო, კი გუშინ როგორც კი ამის შესახებ ცნობილი გახდა თქვენი საინფორმაციო გამოშვებით, მე დარწმუნებული ვიყავ იმას დაიბარებდნენ დაკითხვაზე, ახლა მგონია რომ გიგას ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ბრალს წაუყენებს ეს ადამიანი არაფრისგან, აი უბრალოდ ეს უნდა და წაუყენებს. არაფრისგან არ იქნება გასაკვირი. და პასპორტს ჩამოვართვებს. აგროვებს ეს ადამიანი ამ პასპორტებს, არ ვიცი მე ეთყობა, ყველა პასპორტი ჩამოვართვა, რომ ეთყობა ეს ჰობი აქვს დამატებითი. მართლა გეუბნებით, ხაზარაძე, ჯაფარიძე, შენ, ნიკა, მე, უგულავა, ბოკე, რა ვიცი, ყველა ადამიანს პასპორტი აქვს ჩამორთვეული და არ არის. ნუ ყველამ ერთად რო ვაჩვენოთ პასპორტი ბატონ ნიკა ბიზინა ივანიშვილს ასე ძალიან თუ სურს ხო შეგვიძლია ეს გავაკეთოთ? დიახ, შეიძლება რა თქმა უნდა, საპასპორტო, არ ვიცი, ეს არასერიოზულია, ხა. იცით რა არის, კარგი დავასრულებ ამით. აი, შენი საქმე, ნიკა, ჩემი საქმე, უგულავას ადრინდელი რაღაცა საქმეები, ჯაფარიძე, აუ ჭუტაწერეთელი, ხაზარაძე, ეს ის საქმეები იყო, სადაც სამდე მართალი რომ ყოფილიყავი, ხო? უამრავი ეპიზოდისგან შედგებოდა და ეთერში ყველაფერზე ვერ ისაუბრებდი, შესაბამისად პროპაგანდის სივრცე რჩებოდა ხელისუფლებას რა.
და ვიღაცას აჯერებდა რომ ესენი მართლა ხომ არ არიან დამნაშავეები, მაგრამ როდის საბოლოოდ დაუსვა საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა აბსოლუტურ უმრავლესობით წერტილი ბიძინა ივანიშვილს და თქვა რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკური მოძალადე. აი რაც გიგი უგულავას გაუკეთეს. პოლიტიკურად როდესაც იძახეს ხალხო დაქირავებული ძიუდოისტი მიუყვანეს ეგეთი кейსი არავის თავს არ გადახდენია, მე მგონი რაც გიგი უგულავას. აქ მორჩა გათავდა გაიშიფრა ბიძინა ივანიშვილი, ეს არის პოლიტიკური მოძალადე და შემირცხვენია ყველა ის ადამიანი, ვინც აქ ვერ ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მოძალადე და გამოვიდა ეხა იმ დღეს კახი კალაძე ეს ვითომ რა ქვია მერი ამ ქალაქის და რა კომენტარი გააკეთა უგულავას საქმეზე, ეცედა ალბათ ნუ ესე იყო და ჩამოსართველი იყო პასპორტი. კალაძეს თავის გაჭირვებია ის ალბათ რომ შეიძლება ის სულაც თქვენზე უფრო სწრაფად აღმოჩნდეს იქ სადაც ბიძინა ივანიშვილი თავი რო გასაგებია თავი, მაგრამ ღირსება უნდა შეინარჩუნო და შავზე თეთრი არ უნდა თქვა. ეხლა არის მომენტი, თან საუბრობ რომ მოძალადე ზონდერი მოსამართლეები დანიშნეს უვადოდ, მაგრამ არასახელებს არჩეული ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი ხარ. გამოდი და თქვი ეს შენივე ღირსებას ხო შემატებს. არა ბატონიკა რაღაცა რომ შეინარჩუნო შეგახსენებთ ერთი აუცილებელი პირობაა საჭირო უნდა გქონდეს ჯერ. წარმატებას გისურვებთ, მე ვფიქრობ რომ ძალიან ღირსეულად გამოიყურებით იმ დევნის ფონზე რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს თქვენს უბედურება თქვენ არ გიჭირთ ღირსების შენარჩუნება როგორც მე ვხედავ და ეს კარგია ნამდვილად. შევეჩვიეთ ანუ მას ივანიშვილს გონია რომ ბრა რო გვიჭერს ან გვიპირებს დაჭერას ამით გვანერვიულებს. ხალისობთ უკვე და ესეც უკვე სიმპტომია რომ ეგ ხალისი ივანიშვილს არ ესმის მას დაჭერა გონია საბოლოო ინსტანციის ჭეშმარიტება. წარმატებას გისურვებთ და სწრაფ ცვლილებებს ქვეყანაში.